სიონის ტაძარში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. მრევლი უწმინდესი საფლავზე მიდის და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს. სასულიერო პირები კი ყოველდღიურად ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს იხდიან. ასე გაგრძელდება უწმინდესის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. ცნობისთვის ილია მეორის საფლავთან მოქალაქეების მიახლოება ჯერ კიდევ შეზღუდულია, რადგან მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. რაც შეეხება ტაძარს, ის მრევლისთვის ყოველდღე დილის 8 საათიდან 22 საათამდე აღია. Patriarchi ჩვენი ნათელი წერტილი იყო, შვილგარდაცვლილი დედებისთვის იყო გადამრჩენელი ჩვენი. იმიტომ რომ მისმა ქადაგებებმა და მისმა გვერდზე დგომამ ფაქტიურად გადაგვარჩინა ჩვენ. მას უნდა ყველა ადამიანი ბედნიერი ყოფილიყო, ყველა ერთმანეთის მოყვარული ყოფილიყო, ერთმანეთი უყვარდეთ, რომ ეს საქართველო ბედნიერი იყოს, გაბრწყინებული იყოს, მშვიდობა იყოს ჩვენ სამშობლოში და ჩვენ დღეს დამწუხრებული პატრიარქის გარდაცვალებით ვცდილობთ, რომ მისი სიტყვები გულიდან არ ამოვიღოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. გვიყვარს პატრიარქი, მართლა დღეს ეხლა აქ რომ მოვედი, ტაძარში რომ მოვედი, რაღაცნაირად აი სიცარიელეს ვგზნობ, ჯერჯერაობით ეს მივედი პატრიარქთან, ჯერ სიცარიელეს ვგზნობ, არ ვიცი, აი ის, რაც პატრიარქმა ჩვენთვის გააკეთა, დედებისთვის, აი ალბათ ის დაბრუნდება მალე ჩვენს და ჩვენთან იქნება ისე, მაგრამ ჯერ ძალიან ისინი ვართ, აი როგორ ვიყ მე პირადად ძალიან დაბნეული ვარ. ჯერ კიდე ვერ გამიანალიზებია ის, რომ პატრიარქი აღარ არის და იმ ქვეყნად არის წასული და ალბათ მე ვევედრები მაგას, რომ იქიდან გულოსო და ჩვენ კიდე აქედან ვილოცეთ მისთვის. არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან უცხოეთიდან ძალიან ბევრი სტუმარი არის ჩამოსული და პატივს მიაგებენ ჩვენი პატრიარქის ხსოვნას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აი რამხელა კვალი დატოვა, რამხელა სიყვარული ქონდა ჩვენს პატრიარქს. იგი უტოლდება აი ამ დიდ წმინდა მამების რიცხვს, რომელთაც დიდი ბურჯი და საყრდენი შეუქმნეს ჩვენს ეკლესიას. აი ამაზე მიუთითებს ამ ხალხის დაფასება და სიყვარული.